აი, მოდი პატარებს მივყვეთ და დიდები ბოლო ლუკმად დავიტოვოთ. ნახოთ, ამაში აქ ორი რაღაცადებს და ნახოთ რა იქნება. ეს ერთი სათვალეა, აქედან ეტყობა, სათვალეა, ახატია და ამას არაფერი არ ეტყობა და აი ესეთ ყუთში ბოლოსაც ამოვიდა კარის სახელური იყო, რომელიც კიდე სახში მიდევს. მოდი აი ამით დავიწყოთ რა არის, მე უცბად დანით ჩავხსნი. დანას არ ვანახებ ხოლმე ვიდეოში, იმიტომ რომ ვიდეო მებლოკება. აი. ნახოთ ეს. ესე ჩალაგებული ფორმებია. და აი ესეთი რაღაცა, ეს რეზინაა და ზემოდან რაღაცა რაღაც ნაჭერივითაა. ანუ რა არის აზზე არა, კომენტარებში დამიწერეთ რა არის. ანუ ყინულის ფორმას გავს, მაგრამ ყინულის ფორმას ნაჭერი ბოლოში რა თქმა უნდა ვერ ხვდები, ანუ რა არის. გამიწერეთ კომენტარებში, აი ეს რა შეიძლება იყოს, ესეთი დავს კიდე 10, ესე კიდე 7-იც არის, სულ 8 ცალი არის. მე მგონი კამს უნდა ამოვაცვა ფეხებზე, თუ ავწდები. აი მაგას გავს, ახლა მომაფიქრე და უცებ. ეგეთი რაღაცაა, ხო, და ნაჭერი აქვს ქვემოთ, რომ არ გააყნოს, სავარაუდოდ მე რაც არის, რაზეც დგას ის მატერია. რა თუ მე გჭირდებათ მომწერეთ. მაგრამ პოლონეთში უნდა ყოფილიყო გეხოცებით. და მეორე რაღაც, აბა ესეც გავხსნათ. სათვალეები, თელი. სამიც არის სათვალე ამომივიდა, მეგობრებო. აუ, იმენა ერთი მთლიანი მასალაა. სათვალეები, სამიც ალია შიგნით. აღიარეთ, რომ ძალიან მაგრად მიხდება. ძალიან ძევს კი. თავისი პაზუკა ჩინურ ენაზე სერტიფიკატი მოყვება, თუ ვინმე მისცეს ჩინური, აი აქ წერია რა არის. სამიც არის სათვალე, ერთის მსგავსები, ერთად იდო. სათვალეები მაქვს, კაროჩე, რა ვსეო. სათვალეზე აღარ ვღელავ, აწი.